იცი როცა ექიმთან გაქვს საქმე, ის მაინც სხეულს ეხება. და როცა ფსიქოლოგთან გაქვს საქმე, შენ საკუთარ მენტალურ სულიერ არსს ეხება. ამიტომ იქ იცი მიყოლა სხვა ადამიანის შესრულება იმის გეგმის. შეუნდა გახდე ისეთი, როგორც ის გხედავს. უნდა დაიჯერო მისი ანალიზის. შენ თავი თვითონ კი არ უნდა გაანალიზო, არამედ დაიჯერო მისი. ანუ იმისი გონება როგორ უყურებს ამ ყველაფერს. მოხდები ავტორიტარულ სამყაროში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ქვია. იმიტომ რომ ფსიქოლოგი გახდება ამხანაგი ბრეჟნევი აუცილებლად. მას ძალიან მოსწონს ეს, იმიტომ რომ ცერა ადამიანს საერთოდ ინტუიტურად არა, რაღაც ბუნებრივად მოსწონს, როცა დომინირებს სხვა ადამიანს. ეს თუ ფსიქოლოგმა არ გააცნობიერა, ის გახდება უბრალოდ ლეონიდ ილიას ძე. და ასე ვთქვათ, ძალიან მოეწონება ის, რომ ამდენი კაშპიროვსკი, ხო? ამდენი ადამიანი აბსოლუტურად ექვემდებარება და ემორჩილება მის სიტყვას. მას შეუძლია ჰიპნოზი გაუკეთო, შეუძლია დააგდოს ძირს არა, ასე ვთქვათ, რაც გინდა ის აკეთებინოს და ამით ამაყობს. და ადამიანს, რომელსაც აქვს შინაგანი პრობლემა და ესე იგი კრიზისის აღდგენის ნაცვლად, როცა ფსიქოლოგი მართავს